მოგდანი ბატონი კაცო ახლოს. ვანახოთ ჩვენს მეგობრებს. მოკლედ ეს 2-დან 0 RS Turbo როგორ ცოტა მოგვიანებით აღნიშნეთ, გადავხსენით და მე გეტყვით, რომ არც ისე სავალალო მდგომარეობა გვაქვს აქ. ну, პრაქტიკულად გადამწვარი გვაქვს. 4-ვე ცილინდრში არის პირდაპირ გადასვლა. ანუ ბლოკი დეფორმირებულია აშკარად 4-ვე ცილინდრის პირებში, გადაერთებებში აქ. ძრავი ნამუშევარია Z-იან. წყალი იყო გადასული Z-ში. მაგრამ მე გეტყვით ძალიან საინტერესო იყო. კარინო კლავიშები ვნახეთ იდეალურ მდგომარეობაში, ანუ თავის ფუნქციონალობა, ანუ რესურსი არ დაუკარგია. როგორც კარინო კლავიშებს, ასევე შატონი კლავიშებს. ეგრე შეგვიძლია განახოთ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შეიძლება ჩანაცვლება ახლაც. პორშინებიც მუშა მდგომარეობაშია. გალოლკას ძრავის მეორე ნაწილს აუცილებლად გაუშვებთ სერვისზე, ასევე ბლოკს Z-ის ნასოს და დანარჩენ ყველაფერს მოაწესრიგებთ და აი ამ პორშინებზე და შატონებზე და ღერძზე შევათანხმებთ ჩვენ შენკვეთთან. ღერძიც იდეალურად დგას. ამიტომ ახლა უბრალოდ გენერალი ცოტა უჭირს, თორე ხელით ჩვეულებრივად ვატრიალებთ. აი ძალიან კაი მდგომარეობა არის, ესე რომ ვთქვათ, ვფიქრობთ ჩვეულებრივი სერვისის გაშვებაში, არანაირი რემონტი. ანუ ჩანაცვლება ახალი ნაწილებით რა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შევათანხმებთ ამ ძრავის სერვისს თვითონ შემკვეთთან. იმიტომ რომ ეს რავი, ესე რომ ვთქვათ, პროექტად მივიღეთ, იმიტომ რომ ძალიან გვაინტერესებდა 2-დან 0 SR ტურბოს ძრავი. ეგ საკმაოდ იშვიათი ძრავი არის. 100-ში 1 დაზიანდა, ესე რომ ვთქვათ. იმდანად გამომდგარი ძრავებია. მოკლედ ჩავაყენეთ წყობში და შემდგომში კიდე განახებთ, რა ჩაუტარდო.